სად ნაწლავი და სად ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემა. ძვალსახსროვანი დაავადებები არის დომინანტი. იმედენად მაღალი პროცენტია ასეთი პრობლემებით მქონე პაციენტების, რომ ძალაუნებურად ითხოვს უფრო მეტ ყურადღებას. ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების ვერაგობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომ როდესაც ადამიანს უკვე აწუხებს ტკივილი, პროცესი ხანდაზმულია და ვისთანაც უკვე ღრმად წასული პროცესებია, იქ რა უნდა ვქნათ? არსებობს გზა ტკივილის მართვის, არა მედიკამენტოზური. ჩვენი ფიზიკური სხეული 9 დონისაგან არის შემდგარი. ეს არის პირველი ელემენტარული, ატომური დონე, მოლეკულური და მიუყვება ესე და გვეუბნება. პირველ დონეს სწავლობს ფიზიკა. როდესაც მოლეკულური დონე იწყება, ერთვება ქიმია. და ქსოვილოვან დონეზე, უკვე ჰისტოლოგიურ დონეზე, ერთვება ბიოლოგია. მაშინ, როდესაც ეს უნიკალური მეთოდი აკონტროლებს და მართავს ადამიანის ჯანმრთელობას ყველაზე პირველი დონიდან ბოლო დონემდე. შემეცნებისკენ მიმავალ გზაზე ნონო მივადექით ნაწლავებს. დავიწყეთ მიკრობიოტაზე ვისაუბრეთ, ანატომიურ თავისებურებაზე და ერთი მთავარი ნაწილი ვერ გავშალეთ, იმიტომ რომ დრო არ გვეყო. ეს იყო შეწოვის პროცესი, რომელიც ნაწლავებში მიმდინარეობს და თუ ნაწლავი დაავადებულია, არსებობს ესეთი საშინელი მოვლენა, რასაც ქვია შეწოვის და მონელების პროცესების დარღვევა. თუ ნაწლავი სრულფასოვნად ვერ იწევს იმ ნივთიერებების, რომლებიც თუნდაც ზედა ნაწილში კარგად მონელდა და დამუშავდა და დაიყო პატარ-პატარა ნაწილდებად, ეს მარტივად რო ავხსნათ ჩვენ მაყურებელს შეიძლება ვთქვათ, რომ ცილა იშლება ამინომჟავებად, ნახშირწყლები იშლება უფრო დაბალ ორგანიზებულად, მათ შორის საბოლოო პროდუქტი შეიძლება CO2 და წყალიც კი იყოს და ლიპიდები იშლება შესაბამისად ძალიან დაბალ მოლეკულურ ნივთიერებებად, რომლებიც აი ზუსტად ნაწლავში უნდა მოხდეს მათი შეწოვა და მერე ეს ნივთიერებები ორგანიზში გროვდება მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან წარმოქმნას ის ნივთიერებები, რაც ორგანიზს ჭირდება სასიცოცხლო ციკლისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამინომჟავების შეწოვის პროცესია, იმიტომ რომ ამინომჟავებს შორის არსებობს შეუცვლელი ამინომჟავები, რომლის გარეშეც ორგანიზმი ვერანაირად ვერ დაასიცოცხლებს, დაასინთეზებს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს, რომლებიც მას არა მარტო ჭირდება რაღაცა დაავადების აცილების, არამედ აი ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოველქმედებისთვის არის მნიშვნელოვანესი. მაგრამ აი აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეწოვის პროცესის დარღვევასთან ერთად ასევე ირღვევა მინერალებისა და ვიტამინების წარმოქმნას და შეწოვაც. მე ვიტამინების წარმოქმნაზე შეგნებულად ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ დღეს ტოტალური დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა თველიერი D ვიტამინის დეფიციტის თვალსაზრისით და უკვე გვეუბნებიან უცხოელი კოლეგები, რომ რა ხდება საქართველოში, რატომ არის ესეთი ღრმა დეფიციტი, ქვეყანა, რომელსაც მაღალი მზიანობა გვაქვს, საკმაოდ და არც საკვები გვაქვს, ძალიან ცუდი ასე ვთქვათ, მაგრამ რატომღაც ორგანიზმში აი ეს რგოლი არის დარღვეული, რასაც უკვე შემდგომ ეტაპზე მოყვება მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის ძვალსახსროვან სისტემაშიც. მაგრამ არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ძვალსახსროვან სისტემაში აისახება, აირეკლება, ასე ვთქვათ, ნაწლავური პრობლემებიდან დაწყებული, ეს არის შარდმჟავა-მარილების შეწოვის პროცესი და წარმოქმნის პროცესი, რომლებიც საბოლოო ჯამში კუმულირდება და ლაგდება სახსროვან კომპონენტებში და აი ეს საყოველთაო ცნობილი დაავადება ისტორიულად ქართულ ლიტერატურაშიც ხდება ნიკრისის ქარის სახელწოდებით, რომელსაც პოდაგრას უწოდებთ და რომელიც ძალიან ბევრ მე-18 საუკუნის ფრანგ მწერალსაც აწუხებდა და მათ ასე ვთქვათ ჯოჯოხეთად გადაუქციეს ცხოვრება. დაავადებას მეორენაირად ხაფანგსაც უწოდებენ, იმიტომ რომ როგორც ხაფანგში მოქცეული თაგვი, ისე არის ეს კოჭის ეს შეშუპებული სახსარი ადამიანისთვის და მას არა მარტო ტკივილით უმწარებს ცხოვრება, არამედ მოძრაობის შეზღუდვასაც კი იწვევს. ქალებში უპირატესად მაინც მუხლის სახსრის დაზიანებით გამოიხატება. ამაზე ჩემზე კარგად, შენ მოგეხსენება, ჩემო კარგო და ერთი რამ მინდა კითხო. აქ ვიცი რომ სიტუაციას ასევე ძალიან ამწოვებს ჭარბიწონის ფენომენი. მოდი ესე ავაწყოთ რგოლი. ნაწლავში დარღვეული პროცესები, მონელების პროცესის დარღვევა. რა თქმა უნდა, ეს იწვევს დისფუნქციას საჭმლის მონელებელ ტრაქტში, რომელიც ასევე შესაძლებელია აისახოს არა მარტო შეწოვის და მონელების პროცესების დარღვევაში, არამედ თუნდაც ჭარბიწონის დაგროვებაში, რომელიც თავისთავად შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ პრობლემები ძვალსახსროვან სისტემაში არათუ წარმოიქმნას, არამედ გამწვავდეს კიდეც. ადამიანი, რომელიც ნაკლებად ან შეზღუდულად მოძრაობს, იმიტომ რომ ტკივა სახსარი დაუშვათ და ამ შემთხვევაში ტკივილზე ვისაუბროთ, ასევე შეზღუდულად მოძრაობს, იმიტომ რომ ჭარბიწონა გარდა იმისა, რომ დამატებითი ტვირთია სახსრისათვის, მას არ აძლევს საშუალებას ფიზიკურად იყოს აქტიური. და იქვეა ესეთი მანკიერი წრე, ჭარბიწონა,
სახსრის ტკივილი, სახსრის დაზიანება, რომელსაც უკვე შემდგომ ეტაპზე შესაძლებელია ისეთ სერიოზულ გართულებამდე მივყვეთ, რომლებიც შეიძლება ქირურგიული, ასე ვთქვათ, პროფილის ექიმის პაციენტადაც კი გადააქციოს პაციენტი და მათ შორის ეს ენდოპროტეზირება და სხვა დაავადებების ესეთი გამოსავალი, ქირურგიული გამოსავალი ამ დაავადებების როგორიც არსებობს, თუნდაც ოსტეოართროზე და კოქსართროზე გადავიტანთ ყურადღება. ერთ კიდე საინტერესო დეტალს შეიცავს. ოპერაცია არ არის ყოველთვის ერთადერთი და საბოლოო გამოსავალი. პაციენტი ამის შემდგომ კიდე საჭიროებს რეაბილიტაციის პროცესის გაგრძელებას. აღდგენითი თერაპიის ცენტრს წარმოადგენთ ახლა ჩვენ და აღდგენითი თერაპიის ცენტრს ყველაზე მეტად ესმის თუ რა მნიშვნელობა აქვს ძველსახსროვანი სისტემის ჯანმრთელობას. პრობლემა დაწყებული ნაწლავებში და ნაწლავი ზოგადად ესეა მიღებული, რომ სქემატურად რო ხატავენ, ყველაზე ცნობილი მაინც gut brain ეს ღერძიიციან ესე დახატავენ ნაწლავს და ტვინთან დიდი კორელაცია აქვს. დღეს სპეციალისტები გეუბნებიან, რომ ძველსახსროვან სისტემასთანაც მიდის ძალიან სერიოზულად ის არის და სხვა სისტემებთანაც დაიწევს, ასე ვთქვათ, თელ რიგ დარღვევებს, იმიტომ რომ ნაწლავი ის ორგანოა, სადაც იწყება შეწოვის, მონელების პროცესები, იწყება თუ არა გრძელდება მაინც და თუ იქ არის პრობლემა, სხვადასხვა სისტემაში ეს პრობლემები აირეკლება. მოდი გავუყვეთ ამ თემას და მითხარი, რამდენად რეალურია და მითი ხო არ არის, რა მნიშვნელობა აქვს ნაწლავს და სად ნაწლავი და სად ძველსახსროვანი სისტემის პრობლემა. არის თუ არა კორელაცია? რა თქმა უნდა. ერთსახოვნად და ეს კავშირი უკვე ძალიან ასე ვთქვათ ცნობილია, აღწერილია, შესწავლილია და საკმაოდ სერიოზულად არის ყველაფერი გარკვეული. ეხლა ჩვენ წინა გადაცემაში აღვნიშნეთ, რომ ნაწლავებში სხვადასხვა მიზეზის გამო საკვების ხარისხი, ასევე ვთქვათ, სხვადასხვა სტრეს ფაქტორები, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს გარკვეული მედიკამენტების გამო, ან ანტიბიოტიკებს გულისხმობთ და ასე შემდეგ, ხო, სხვადასხვა ფაქტორები. შეიძლება წარმოიქმნას გარკვეული ანთებითი პროცესები, პატარ-პატარა ანთებითი უბნები, რის გამოც შეწოვის უნარი ნაწლავში ქვეითდება და ასევე იზრდება ლპობის პროცესი. აი ლპობის პროცესის შედეგად წარმოიქმნება ისეთი ნივთიერებები, ზოგადად რო დავარქვათ ტოქსინები, გასაგები რო იყოს და მისაღები ჩვენი მსმენელისთვის, ეს ტოქსინები არის ზუსტად ის დამნაშავეები, რომლებიც გადადიან სისხლში, ნაწლავის ბარიერს გადალახავენ და ხვდება სისხლში და სისხლით მერე მიემართებიან ზუსტად ხრტილოვან ქსოვილისკენ. ხრტილოვანი ქსოვილი მოგეხსენებათ არა მარტო დიდ სახსრებშია, ხერხემალი სულ მოცულია, ხო, ხრტილოვანი ქსოვილით. ეს ამბავი ხერხემალსაც ეხება, რა თქმა უნდა. და ვიცით ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორც არის ოსტეოართროზი, ოსტეოხონდროზი, აი ყველაფრის ხერხემლის დაავადებების მთავარი მიზეზი ვიცით, რომ არის ოსტეოხონდროზი. და ეს ოსტეოხონდროზი რა არის ფაქტიურად, ან როგორ წარმოიქმნება, აი ამაზე უკვე აღარა ფიქრობენ და ამის სათავე მაინც უკვე ნაწლავში იბადება. ანუ წეგნ შე რო ახსენე თუნდაც პოდაგრული მოვლენები, ხო? ან მთლად ჯერ კიდევ ისე მწვავედ გამოხატული არ არის პოდაგრა, მაგრამ უკვე რა არის პოდაგრა? პოდაგრაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, ხო? და ზოგადად ჩვენ ვიცით ეს ტერმინი, და სხვადასხვა დიეტა აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეს ჩემი ნუტრიციოლოგიური. კვება და დიეტა, მაგრამ მანდამდე ჯერ არ ავხსნათ ჯერ რატო ხდება ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ ნაწლავიდან შედის კიდევ ვიმეორებ დიდი რაოდენობით ტოქსინები, რაც იწვევს ძალიან ბევრი მეტაბოლური ნივთიერებათა ცვლის დარღვევას მრავალი მიმართულებით და მათ შორის რაღაც შენ დღეს ახლა აქცენტი და ეს შეკითხვა დამისვი ძველსახსროვან სისტემასთან. რატო? აი ესეთი ცნობილი და გავრცელებული დაავადებები, როგორიც არის ოსტეოართროზი, ოსტეოხონდროზი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინახება ნაწლავებში. აქედან იწყება ყველაფერი. და როცა უკვე სისტემურად ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია, ხო? და გროვდება არასაჭირო ნივთიერებები, ეს დეპონირდება როგორც ხრტილოვან ქსოვილში, ასევე ორგანოებშიც, ხო? ღვიძლი და თირკმელი, რომელიც მთავარი ფილტრავი ორგანოებია, ხო? იქაც გარკვეული ცვლილებები მიდის. ენდოკრინულ სისტემაში, ახლა გააჩნია რომელ ასაკში არის, რომელ ასაკზეა საუბარი, ხო? შენ
ძალიან კარგად იცი, როცა მანდილოსნებში არის პოსტმენოპაუზა, იქ კიდევ მიმდინარეობს ენდოკრინოლოგიური გარკვეული გადახრები, რაც ერთ-ერთი კიდევ ემატება მიზეზი არასწორი მიმოცვლითი პროცესების განვითარების და ამის ხარჯზე კიდევ უფრო მძაფრდება ოსტეოართროზი და ოსტეოხონდროზიც. ემატება კიდე პოროზი. ოსტეოპოროზი, ხო? საერთო ჯამში ეს ყველაფერი შეიძლება ერთი ქუდ ქვეშ გავაერთიანო და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არის ზოგადად ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად. ესე იგი გამოდის ის, რომ ტოქსინები დიდი რაოდენობა ორგანიზმში გროვდება და ხდება მათი დეპონირება, ანუ ჩალაგება სადღაც რომელიღაცა ადგილას, რომელიღაცა ორგანოებში და ორგანოებში ხშირად ეს ყველაფერი უფრო ისეთ დეგენერაციული ფიბროზულ კისტოზური ჩანართებს რო ვამბობთ. აი აქაც მათი გენეზი იგივე მექანიზმით ვითარდება რა. კიდევ იქ რაღაც სხვა ფაქტორებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძირითადი წამყვანი მაინც ეს არის. ამიტომ რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ წინა გადაცემაში და ჩვენ ძალიან ბევრი შეკითხვა შემოგვივიდა და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჩვენ წინა გადაცემას და ამდენად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდე გაგვევრცო ეს თემა. ვინაიდან მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის იმისათვის, რომ როგორ ასე ვთქვათ მოუაროთ ჯერ სანამ არ განვითარებულა ასეთი პრობლემები და როგორ უნდა კარგი წარმოდგენა გქონდეს, როგორ უნდა იყოს ჩვენი ნაწლავი სწორად მოფუნქციონირე, როგორ მოუაროთ, როგორ ვისწავლოთ ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა საკვები რითი შეიძლება ეს ყველაფერი დავარეგულიროთ, ხომ? ეხლა როცა ამას უკვე ჩვენ ვიწყებთ და ამის შესაძლებლობა არის, ეს ძალიან კაი ამბავია, მაგრამ ჩვენ მოცემულობა გვაქვს ისეთი, რომ ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობის უკვე ჩამოყალიბებული ოსტეოართროზით არის, სადაც არის უკვე დაგროვილი დიდი პრობლემები, ასევე ოსტეოხონდროზით, ოსტეოხონდროზს მოყვება სპონდილოართროზი ქვია, კიდევ უფრო მეტად განვითარებული პრობლემა და აი ამ პრობლემებს როგორ მივხედოთ? რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემების მართვა მედიკამენტოზურად, შესაძლებელია თუ არა და რა გვაქვს ალტერნატივა, რითი შეიძლება ამის მართვა და ესეთ საკითხებს წლებია ჩვენთან კლინიკაში ჩვენ განვიხილავთ და ვცდილობთ, რომ იყოს ისეთი მეთოდოლოგია დანერგილი, რომელიც რეალურად იქნება ქმედითი და შეძლებს ამ პრობლემების გადალახვას, მოგვარებას და რატოა კლინიკა აღდგენითი თერაპიის ცენტრი? იმიტომ რომ რეალურად მიმდინარეობს ამა თუ იმ ქსოვილებში დაკარგული ფუნქციის და სტრუქტურის. ანუ აღდგენა. კი ბატონო. გამიგეთ? ამიტომ ეს არ არის მითი. ეს არის რეალობა, რაც რეალურად შესაძლებელი გახდა დღეს უკვე. დღეს კი არა, კაი ხანია. მაგრამ ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ იმაზე, რომ აი პროფილაქტიკურად როგორ არ მივიდეთ ასეთ მდგომარეობამდე და ვინც უკვე მისულია და ვისთანაც უკვე ღრმად წასული პროცესებია, იქ რა უნდა ვქნათ, იქ როგორ უნდა მოვიქცეთ, იქ რა ურჩიოთ ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ მსმენელებს და რა არის ვთქვათ ალტერნატიული გზა იმისათვის, რომ ამ მდგომარეობიდან დავიხსნათ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მსმენელი, ჩვენი ასე ვთქვათ დაინტერესებული პირები. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ რეალურად არსებობს ესეთი მეთოდები და ეს იმართება ჩვენთან ძალიან კარგად. ეხლა წლების განმავლობაში მართლაც გამოიკვეთა ისეთი ტენდენცია, რომ აი ძვალსახსროვანი დაავადებები არის დომინანტი. აი იმედენად მაღალი პროცენტია ასეთი პრობლემებით მქონე პაციენტების, რომ ძალაუნებურად ითხოვს უფრო მეტ ყურადღებას, უფრო მეტ შესაძლებლობებს. კი ბატონო. და ამდენად ჩვენც მივყვებით ფეხდაფეხ ამ პრობლემის მოგვარების მეთოდების ძიებაში ვართ რა, სულ. იმიტომ რომ მივყვებით გზადაგზა იმ დროის გამოწვევებს, რაც ითხოვს ყურადღებას. ხო და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ვინც კლინიკაში გადის ასეთი ტიპის მკურნალობას, იქ რეალურად ესეთი პროცესები აღდგენის
რეალურად მიმდინარეობს, ამაზე მიმდინარეობს მონიტორინგი, ანუ მეთვალყურეობა, შესაბამისი კლინიკური კვლევებით, რაც ადასტურებს ეფექტურობას ამ მკურნალობის და გვაძლევს რეალურ შედეგებს. ასე რომ ესეთი არის, ასე ვთქვათ, კავშირები და შესაძლებლობები ასეთი პრობლემების მართვის, ანუ ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების ღრმად წასული, შორს წასული პროცესების მართვის. ძალიან საინტერესო იმით დაიწყე რგოლის ესეთი ჯაჭვების დალაგება. პირველი ის, რომ ნაწლავზე როდესაც საუბრობდი, როდესაც ნაწლავში დარღვეული არის შეწოვა, მონელების პროცესები, ძალიან ხშირად პობის პროცესები იწყებს განვითარებას, თუნდაც იმიტომ ისევ ჩვენი კარგად ცნობილი მიკრობიომის სვალებადობის გამო, ხო? მაგრამ რეალურად ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად ადამიანები მიმართავენ, როდესაც ხედავენ, რომ აი ეს რაღაცა ნაწლავში პრობლემები აქვს ნაწლავური დეტოქს თერაპიებს და ეს დეტოქს თერაპიები, რომლებიც რაღაცა ყისიერ და ძალიან ხანმოკლე ეფექტს იძლევა, პროლონგირებულად შედეგს არ გვაძლევს. რატომ? იმიტომ რომ მიზეზი არ არის მოგვარებული. მაგრამ მეორე ვარიანტი არის ადამიანებისა მეორე ჯგუფი, რომელიც მოდის კლინიკაში უკვე ძვალსახსროვანი ტკივილით და როცა მათ გონიათ, რომ ტკივილი შეიძლება ერთი თვე, ორი თვე გრძელდება და შენ ნახულობ, ხედავ, რომ პროცესი საკმაოდ ხანდაზმულია. აი, ეს არის სხვათა შორის ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების ვერაგობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომ როდესაც ადამიანს უკვე აწუხებს ტკივილი, თუნდაც ძალიან ქრონიკული არა და ძალიან ხანგრძლივი არა, პროცესი ხანდაზმულია და იგივე როდესაც ოსტეოარტროზზე ვსაუბრობ და მარტო მუხლის ტკივილით მოდის გონართროზით ადამიანი, თითოეულ მათგანს მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა, რომ თავის სახელი აქვს მედიცინაში, პროცესი შეიძლება დაწყებული იყოს მეორე სახსარშიც უკვე. შეიძლება დაზიანებული იყოს, უბრალოდ ადამიანი ყურადღებას ამახვილებს უფრო მეტად დაზიანებულზე და ფუნქციურად უფრო საჭირო სახსარზე, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომაც ასეთ შემთხვევაში პროცედურა მიმართული არის არა მარტო ერთ სახსარზე სამკურნალოდ, არამედ კომპლექსურად, და კიდე ერთი პლუსი, რაც მე მინდა აი ამ კლინიკურში ჩატარებული მკურნალობის ეფექტის სასარგებლოდ თქვა, უკვე როგორც მეორე სპეციალობის ექიმმა, ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგმა, რომელსაც ტკივილის ფენომენი ძალიან კარგად მესმის, ეს არის ის, რომ მედიკამენტოზური თერაპია ტკივილის საწინააღმდეგო ძალიან ხშირად იწვევს დაზიანებას ან გართულებას სხვა მიმართულებითაც და კონკრეტულად. თუნდაც იგივე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებზე როცა ვსაუბრობთ, ტკივილს კი ალაგებს, მაგრამ ყველაზე მთავარს აზიანებს მე უკვე იწვევს პრობლემებს თუნდაც იგივე ხუჭის თვალსაზრისით, რაც არ უნდა დამცავები დაინიშნოს, ძალიან ხშირად პრობლემა მაინც აქტუალურია და ამიტომაც მოწოდებულია თანამედროვე ცივილური მედიცინის ასე ვთქვათ, დიდი წარმომადგენლების, გურუების მხრიდან, რომ მიდგომა იყოს ჰოლისტიკური და არ იყოს ორიენტირებული მარტო ტკივილის ჩახშობაზე, არამედ იყოს მიმართული იმაზე, რაც ამ კლინიკის მთავარი დანიშნულება, ანუ აღდგენით თერაპიაზე. და მე ვხედავ ერთ გასაოცარ პარადოქსულ ფაქტს, რომელსაც ბევრი არ აღიარებს, მაგრამ რეალობა სხვა არის. აი ამ დაავადებების დროს შესაძლებელია მიღწეული იყოს სახსრის მდგომარეობის აღდგენა, თუნდაც იმ მეთოდებით, იმ ფიზიკური მეთოდებით, რომლებიც საკმაოდ ფართოდ გამოიყენება კლინიკის, ასე ვთქვათ, პორტფოლიოში და კომპლექსური გამოყენების შემთხვევაში იძლევა ძალიან კარგ დადებით შედეგს. თუ შეიძლება ცოტა რო ჩაუღრმავდეთ თითოეულ მათგანს, კი ბატონო და საჭიროა ალბათ იმიტომ რომ დღეს რატომღაც ტენდენციები მაინც ისევ გრძელდება რომ ფიზიოთერაპია სათანადო დონეზე მაინც არ დგას ისე როგორც ეს თავის დროზე იყო და ამის შესაძლებლობები ნაკლებად არის ექიმების მიერ გამოყენებული. არადა დღეს ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობებით არის წარდგენილი და აქვს რეალურად. იმიტომ რომ თვითონ ფიზიკური მკურნალობის მეთოდები ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე ის არის, რომ ეს არის ადგილობრივი მოქმედების და ამას სისტემურად როგორც მედიკამენტური თერაპიის დროს ჩვენ ვიყენებთ, ასეთი ხასიათი არ აქვს. ანუ ლოკალურად სადაც პრობლემა არის, იქ გვჭირდება ისეთი ზემოქმედება, რომელიც შექმნილ პრობლემას ისე მოულის, რომ არავითარი გვერდითი მოვლენები ამას არ ექნება. კი ბატონო, ეს აღნიშნულოვანია, რომ ერთი არ დავაზიანოთ. ერთი ეს. მერე შესაბამისად აპარატურა არის უკვე ისე დახვეწილი ფიზიკა.
იმდენად დახვეწილი, რომ ეს ტექნოლოგიური განვითარება ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად არის წინ წასული და გათვალისწინებულია ყველა ის ფაქტორი, რომ ეს მიდგომა იყოს უვნებელი. მეორე ის, რომ უყურეთ, ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური ცოდნა. ცოდნა იმისა, თუ რა დროს რა უნდა იყოს გამოყენებული და ძველი ფიზიოთერაპიული სკოლა, რაც იყო და რაც არის ფუნდამენტი, ის სამწუხაროდ ბევრი იყო თბილისში ასეთი სპეციალისტი, დღეს უკვე ნაკლებად, მაგრამ ეს ახალი სწავლება სამწუხაროდ ვერ ასწავლის იმას, რაც უნდა რეალურად იცოდნენ და ის ძველი ცოდნა იკარგება სამწუხაროდ და აი ახალი ისეთი აღზრდა ამ ჩვენი მომავალი თაობის იმ დონისა ვერ არის. ამ დროს შესაძლებლობები არის ძალიან დიდი, ეს ჩვენი კერძო პრაქტიკიდანაც არის და ასევე რესურსი იმ სამედიცინო ფიზიოთერაპიული აპარატების, რომელიც ძალიან სერიოზული ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. ეს ძალიან ხშირად იმ კარგად ცნობილ ფიზიკის კანონებს ემუხარება. რა თქმა უნდა და არის ისეთი მეთოდებიც, რომელიც საერთოდ საქართველოში ნაკლებად ცნობილია. კერძოდ ჩვენ კლინიკაში არსებობს ასეთი მეთოდები. ეხლა რისი თქვა მინდა? ძალიან ბევრი დაავადების მართვა არის შესაძლებელი ამ მეთოდებით. არ არის არც ერთი მიმართულება მედიცინაში, პულმონოლოგია, გინეკოლოგია, ნევროლოგია, უროლოგია, გასტროენტეროლოგია, ყელყურის და მოკლედ, არც ერთი მიმართულება და არც ერთი ორგანო არ არის, სადაც არ შეიძლება ამ მეთოდებით მკურნალობა. ჩვენ ახლა ვაკეთებთ აქცენტებს ძვალსახსროვან სისტემაზე, იმიტომ რომ მოთხოვნაა ასეთი დიდი, მაგრამ ფაქტიურად არსენალი გამოყენების არის ძალიან ფართე სპექტრის. ამის შესაძლებლობები არსებობს ყველა მიმართულებით. და ეს არ ხდება. სამწუხაროდ ასე არ ხდება. ეხლა მეორე მომენტი ის არის, რომ რამდენად ეფექტურია და რეალურად რა ხდება. ნამდვილად ეფექტურია და ძალიან ეფექტური არის. მით უმეტეს, რომ აღდგენითი თერაპიის ფარგლებში ჩვენ ვიყენებთ არა მარტო ფიზიოთერაპიას, არამედ ასევე ოზონოთერაპიას. ასევე წეღან შენახსენეთ ტკივილის მართვის თვალსაზრისით არის მედიკამენტური მკურნალობა, რომელსაც გვერდითი მოვლენები აქვს და ბევრი ამას ვერ იტანს. და ეძებენ აისაც შეიძლება რომ რაღაცა ალტერნატივა ვნახოთ და ამ თვალსაზრისითაც არსებობს მეთოდები, რომელიც არის ესეთი პროლოთერაპია, ასევე ფიზიოაპარატები, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული როგორც ტკივილის მართვაში გამოყენებადი, არის ცენტრალური რელაქსაციის აპარატურა. ანუ მიორელაქსანტებს ხო ნიშნავენ, ცენტრალური რელაქსაციის საშუალებას. ფიზიოთერაპიაში არსებობს ასეთი მეთოდები. და ასევე არსებობს პერიფერიული, როცა ჩვენ რაღაცა ადგილობრივად ვტკივა და გვჭირდება იქ ტკივილის მართვა, ხო? არსებობს ასეთი საშუალებებიც. ასევე კომპლექსურად ვიყენებთ ოზონსაც ტკივილის მართვაში. შესანიშნავი შედეგებია, შესანიშნავი, არსებობს გზა ტკივილის მართვის, არა მედიკამენტოზური. ეს უბრალოდ ვაკეთებთ ახლა ინფორმაციას, რომ გქონდეს წარმოდგენა ჩვენ მსმენელს. და მინდა ვთქვა დიდი პასუხისმგებლობით, რომ ეს მეთოდოლოგია, რომელიც წლების განმავლობაშია კლინიკაში დანერგილი, ასევე გვაძლევს საშუალებას ჩავთოთ თვით რეგულირების პროცესი, თვით რეგულაციური მექანიზმები და აღდგენითი პროცესები გავააქტიუროთ. ის რესურსი, რომელიც ორგანიზმს თვითონ ორგანიზმი იწყებს თვითგანკურნების პროცესის ჩართვას. თვითონ იწყებს ორგანიზმი განკურნებაზე ზრუნავს. აი, ეს არის უკვე რეგენერაციული მექანიზმის გააქტიურება ამა თუ იმ პრობლემის დროს. მაგრამ ეხლა მთავარი რაც მინდა ლიზი ვთქვა. საერთოდ ყველა დაავადება წეღან აღვნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი ნაწლავიდან იწყება და იწყება იმით, რომ მიმდინარეობს შეგუბებები. სხვადასხვა ქსოველში. აი ეს შეგუბებებია სახსრებშიც, შეგუბებებია ლიმფაშიც, შეგუბებები არის რბილ-ქსოვილებშიც, თუ ჩვენ არ მოძრაობთ, თუ ჩვენ არ უვლით თავს ისე როგორც არ ვიკვებებით, არ მოძრაობთ, ჩვენ წინა გადაცემაში აღვნიშნეთ ეს ყველაფერი. და ის სითხის მიღების დღის წესრიგიც რომ არ არის. მაგრამ აქ ქსოვილოვან დონეზე საუბრობ, როდესაც არის სპაზმირებული ქსოვილები, როდესაც არის. რა თქმა უნდა, ყველგან მაინც სპაზმირებულ ქსოვილში
სხეულში არის მიკროანთებები, ის ანთებები ვითარდება უკვე იმის ხარჯზე, რომ იქ შეგუბება იყო. იქ დაგროვდა თავისუფალი რადიკალები და გვაქვს თუ არა მეთოდი, რომელიც ამ ყველაფერს მოუვლის. ერთდროულად. ჩვენ ძალიან დიდი ხანია კლინიკაში ვიყენებთ ესეთ მეთოდს, რომელსაც ქვია კომპლექსური აღდგენითი თერაპიის მეთოდი. ფომინის მეთოდის უძახით მოკლედ, იმიტომ რომ ავტორი არის ამისი პროფესორი ფომინი, რომელიც მოსკოვში სეჩენოვის ინსტიტუტის ბიოფიზიკის კათედრის გამგე იყო და შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი აპარატურა მკურნალობის. ეს ძალიან ცნობილი მეთოდია, ძალიან მნიშვნელოვანი, მსოფლიოს ცივილიზირებული და განათლებული მედიცინა კარგად იცნობს. აკადემიკოს რაზუმოვსკის ბაზაზე ჩატარდა ეს კვლევა და თუ არ ვცდები მისი სადოქტორო დისერტაციის თემაც იყო. დღემდე ცოცხალია თუ არ ვცდები ბატონი ფომინი და არა გარდაიცვალა. გარდაიცვალა მისი ბიჭი აგრძელებს ბიჭი. მეთოდი არის ძალიან საინტერესო და უნიკალური, იმიტომ რომ იწყება წესი, რაზეც ეს მეთოდია დამყარებული, იწყება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სტრუქტურულ ანატომიური თავისებურებით ადამიანის ორგანიზმის და გვეუბნება, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული და რაც რეალურად ესეა, ესე ვსწავლობ ჩვენს ხო ფიზიოლოგიაში, 9 დონისაგან არის შემდგარი. ეს არის პირველი ელემენტარული, ატომური დონე, მოლეკულური და მიუყვება ესე და გვეუბნება, პირველ დონეს სწავლობს ფიზიკა. როდესაც მოლეკულური დონე იწყება, ერთვება ქიმია. მაგრამ ქსოვილოვან და უჯედოდ ქსოვილოვან დონეზე უკვე ჰისტოლოგიურ დონეზე ერთვება ბიოლოგია. როგორც კი ჩდება სისტემური და ორგანული დონე, უკვე მედიცინა იწყებს თავის თავზე ფუნქციის აღებას. სტანდარტულად მედიცინა ორგანიზმის მკურნალობას იწყებს ორგანოს ქსოვილოვან ორგანიზმულ და სოციალურ არსებით დონეზე მართვას. მაშინ, როდესაც ეს უნიკალური მეთოდი აკონტროლებს და მართავს ადამიანის ჯანმრთელობას ყველაზე პირველი დონიდან ბოლო დონემდე. მეთოდის უნიკალობა იმდენად დიდ დიაპაზონს მოიცავს, რომ პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენება. რატომ? იმიტომ რომ ის მიმართული არის მთლიანად გაჯანსაღების პროცესისკენ და განსხვავებით ფარმაკოთერაპიისკენ, რომელსაც ყოველთვის ხანდახან ძალიან მარტივი მედიკამენტის უკან ძალიან დიდი საფრთხეებით გასხოლმე და რო გეუბნება, როდის არ გამოიყენო, რა გვერდითი ეფექტი აქვს, ან თუნდაც რა უკუჩვენებები აქვს და როდის არ უნდა გამოიყენო, ისია ხანდახან უფრო დიდია, ვიდრე ის სასარგებლოსია, რომელიც დაუშვათ მის გამოყენებას განსაზღვრავს. აქ პრაქტიკულად ესეთი შეზღუდვები არ გვხდება, გარდა იმ სტანდარტული შეზღუდვებისა, რომელიც ზოგადად ახლავს ხოლმე. გასაგებია ის დაავადებები ღრმად წასული და სპეციფიური, ხა თუ პაციენტი მოდის მწვავე ფაზით ინფექციური დაავადებით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სტანდარტული რაც არის ხოლმე, არ ვიღებთ ასეთ შემთხვევაში მკურნალობას, სანამ არ ჩაცხრება პროცესი. საინტერესო არის ის, რომ პროცესი მიმართული არის იმ მწვავე დუნეთ მიმდინარე ანთებითი პროცესისკენ ორგანიზმში, რომელსაც ზოგადად ექიმები არ ვაღიარებდით ძალიან დიდი ხანი და ჩვენ ვეყრდნობოდით ფრანგი ექიმების მე-18 საუკუნის ისე თქვათ ფრთიან ფრაზას, რომ ყველა დაავადება იწყება ნერვებიდან და მხოლოდ სქესობრივი გზის გადაბდები დაავადებები იწყება სიყვარულისგანო და დღეს გვეუბნებიან, რომ არა, დაავადებების უმეტესობა იწყება ანთებისგან, თუნდაც ნეიროანთებით, რომელიც მიმდინარეობს დუნეთ ორგანიზმში, შეიძლება ვერც ვამჩნევ და იგივე ოსტეოართროზი, რომელიც ართროზი ეგონა, დღეს გვეუბნებიან, რომ ანთებითი კომპონენტით მიდის და აი ეს რაღაცა პროცესები, რომლებიც ძალიან დაბალ დონეზე იწყება უჯრედში, საჭიროებს დროულ მკურნალობას. დროულ კორექციას. და ხანდახან ერთის კორექცია თლიან მე მინახავს პაციენტები, რომლებიც მოდიან მუხლის ტკივილით და მიდიან აქედან ბედნიერები და გაჯამთრებული იმ ერთი პრობლემის გამო არა. ანუ მეთოდი იწვევს მთლიანად გაჯანსაღების პროცესს, რესტარტს აკეთებს თითქოს ორგანიზმი. კი ბატონო. ეხლა მინდა რომ ძალიან ასე ვთქვათ, გასაგებენაზე ჩაშლილად თქვა ამ მეთოდის არსის შესახებ. პროფესორმა ფომინმა ძალიან ბევრი კვლევის შედეგად დაადგინა ის, რომ როგორ უნდა უმკურნალოთ ფუნდამენტალურად დაავადებებს. და ის აუცილებლად განიხილავს მთლიან ორგანიზმს. ერთი დაავადება ვერანაირად ვერ არის მთელ სხეულში თუა ერთი რაღაც გამოვლენილი ფარულად იქ უკვე რაღაცები აუცილებლად მიმდინარეობს. და ამიტომ შექმნა სისტემა კომპლექსური ერთიანად, რომ იმოქმედო
ერთდროულად იმოქმედო რამოდენიმე პრობლემაზე ორგანიზმში. ანუ ეს არის სისტემური მოქმედების, კომპლექსური მოქმედების მეთოდი. ერთი ხო აღნიშნე, რომ არის 9 დონეზე დაავადების განვითარება იწყება ატომური დონიდან, უჯრედში უკვე და უჯრედის დონიდან რო იწყება რეგულაცია. ახლა როგორ იწყება ეს უჯრედის დონიდან რეგულაცია? ხო? ჩვენ წეგან ვახსენეთ ნაწლავი და ნაწლავიდან რომ შეიძლება ორგანიზმში სისხლის მეშვეობით მოხდეს ტოქსინები. ეს ჩვენთვის არასასურველი ნივთიერებები ხდება უჯრედში სისხლის მეშვეობით და ქვია მათ თავისუფალი რადიკალები. თავისუფალი რადიკალები არის ძალიან დიდი ბევრი სახეობის, დიდი კლასიფიკაციის, იქ 1 და 2 მოლეკულა არ არის. არის ძალიან ბევრი. კრებითი სახელია, ასე ვთქვათ. ეს კრებითი სახელია და არის ძალიან ბევრნაირი. და ამ ნივთიერებების ჩალაგება ხდება სხვადასხვა ქსოვილებში და უჯრედში ხო ჩალაგდა. ზოგი მოლეკულა თავისუფალი რადიკალის არის ძალიან დიდი. ის როცა ხდება უჯრედში, უჯრედიდან აღარ ყოფნის უჯრედს ძალა, ენერგია, რომ ის უკუ ლიმფაში გამოძრეს და ხდება მისი ჩალაგება უჯრედში. დეპონირება. ამის მეშვეობით უჯრედი შიდა პროცესები ნელდება. და თუ უჯრედში რაღაცა პროცესი ნელდება, ერთ უჯრედში, ორ უჯრედში, 1000 უჯრედში, ხო? ესე იგი რაღაცა მონაკვეთში შეიქმნა უკვე შეგუბება. შეგუბებითი მოვლენები. როცა უჯრედ შორისში ის ტოქსინი ვეღარ გამოდის, აი ჩვენ ვამბობთ, რომ ლიმფაში შეგუბება მიდის. ლიმფური შეგუბებაა, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ეს, რომ ლიმფოდრენაჟი ყველგან მიმდინარეობდეს სწორად. ზუსტად იმიტომ, რომ უჯრედიდან გამოვიდეს ის ტოქსინი, რომელიც არ არის საჭირო, რომ იქ იყოს. ეხლა ეს შეგუბებითი მოვლენა ფომინმა ესე დაარქვა, რომ იქო ჭაობი ვითარდებაო. დაჭაობებული უბანი ვითარდებაო. რუსულად უფრო ლამაზად. ვიცი რომ გამოთქვასაც გულისხმობ. და როცაო იქო დაჭაობებული ადგილიაო, ჭაობშიო რა ვრცელდებაო, რას უყვარს განვითარებაო, ეს არისო ის ბაქტერიები, ანუ იმ ჭაობში pH-ის მჟავური მხარის გადახრა ხდება. მჟავისკენ. და როცა მჟავური გარემო არის შექმნილი, იმ უბანში ეგრევე სასწრაფოდ თავს იკრებს წყლიანი ჭიქა რო დავტოვოთ დიდი ხანი, იქაც კი იწყებს მიკრობი გამრავლებას. ის რაც არ მოძრაობს, რაც არ აკეთებს. რაც არ მოძრაობს, არის ის ჭაობი და იმ ჭაობში იცვლება pH და pH-ის შეცვლის მჟავისკენ გადახრა იწვევს იქ ბაქტერიალური ფლორის განმარხვებას. ანუ უკვე იქნება პატარა ანთება. ხო? პატარა თუ დიდი გააჩნია ვისთან როგორ. ამიტომ ეს ანთებითი პროცესი მდორეთ მიმდინარეობს. ჩვენ რო ვიცით თქმა ლატენტურად, არც იჩენს თავს. წარმოდგენაც არა გვაქვს, რომ სადღაც რაღაცა, აი ესე ჩუმად არის, მაგრამ ანთებაა. არ ყვირის, არ წევის, არ კევის. რომ pH-ი იყო გადახრილი და ამ გადახრილი pH-ის ადგილას სტრესი მოხდაო რა და ამ სტრესს იწვევს ზუსტად ეს გარემო. იქ მერე ხდება ეს ქსოვილების შეჭმუხნა, ასე ვთქვათ რა, შეჭმუხნა ქსოვილების. და ქრონიკულ პროცესებს რო ვეძახით, რა არის ქრონიკული პროცესი? აი ზუსტად ის შეგუბებებია, სადაც ასეთი ქრონიკული პროცესები მდურეთ მიმდინარეობს და მედიკამენტოზური მკურნალობით ისინი არ აღმოიფხრება. ფომინმა შექმნა სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს აი ამ სტადიებიდან წავიდეს უკუ განვითარება და წავიდეს აღდგენა ამ ქსოვილების როგორც სტრუქტურის, ასევე ფუნქციის. აი ესეთი რამე ხდება, ანუ ხდება ორგანიზმში ფაქტიურად ისევ დაბრუნება იმ ჯამთელი ქსოვილის, ჯამთელი სტრუქტურის და ფაქტიურად გაახალგაზრდება. ანუ რისი თქვა მინდა? ეს მეთოდია უნიკალური იმისათვის, რომ ჩვენ, როცა უკვე ღრმად წასული პროცესები გვაქვს, ჩვენ ვამბობთ, რომ ქრონიკული პროცესების მართვა შესაძლებელია და ზუსტად შესაძლებელია ამ მეთოდის მეშვეობით.
ასევე როცა დისტროფიულად მიმდინარე პროცესები, აი რას წეგან აღნიშნავ, ფიბრომატოზული კვანძები. ჩვენ პრაქტიკაში ყოფილა, აი მოვიდნენ ხერხემალზე, მუდმივად მკურნალობა. ხერხემალზე იყო დისკის თიაქარი და ეს არის წელის არეში, სადაც ქალბატონებს თურმე როცა მიდის გამოკითხვა რა ჩივილები გაქვთ, რა გაქვთ გადატანილი, ხო ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყვებიან თავის ისტორიას, ხო? ანუ ჩვენ რო ვეძახით ანამნეზს. და აღმოჩნდება, რომ გინეკოლოგიურად ქონიათ ამ ეტაპზე საშვილოსნოს კედელში ფიბრომატოზული კვანძები და ჩვენ რა თქმა უნდა ჩავკითხავთ იქ ანალიზები, ციტოლოგია, გისტოლოგია, რაც გინეკოლოგს სჭირდება გაკეთებული არის თუ არა, რომ ვიცოდეთ, რომ რაიმე ავთვისებიანი სიმსივნისკენ მიდრეკილება არის, არ არის ეს მომბლენა თუ არა. ჩავერიოთ ჩვენ ამ მდგომარეობაში თუ არ ჩავერიოთ. უმკურნალოთ ამ შემთხვევაში ფიზიოთერაპიულად თუ არა. როცა სიმშვიდეა და ყველაფერი კარგად არის, ვიწყებთ ხერხემალზე მკურნალობას, მაგრამ ხერხემლიდან მცირე მენჩში შეღწევადობა იმდენად დიდია, ჩვენ მაინც ვამუშავებთ. ეს ისეთი მეთოდია, რომ მთლიანი ორგანიზმის დამუშავება ხდება. და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით არის ესეთი პრობლემაც, იქაც გარკვეულ ზეგავლენას ვახდენთ და აღმოჩნდება მე როცა დაამთავრეს მკურნალობას უშვებთ საკონტროლოდ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადაიღონ და პარალელურად თხოვთ რომ აბა ერთი გადააკონტროლეთ თქვენი საშვილოსნო რა მდგომარეობაშია და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ფიბრომატოზული კვანძებიც ქრება. ერთი დედამატებითი სარგებელი ხო მართალია როცა ანუ ხერხემალზე დისკის თიაქრის უკუ განვითარება, ეს მე გეუბნებით თქვენ მიდის დაკვირვება სადღაც 6 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ ორგანიზმს აი ამ პროცესებისთვის სჭირდება ამდენი ხანი, მაგრამ საქმე უკან კი არ მიდის, საქმე მიდის წინ. არა მარტო წინ, არამედ სხვა განკურნებასაც მიდის. ამიტომ არსებობს ასეთი მეთოდი, რომელიც რეალურად მთელ ორგანიზმს აძლევს საშუალებას, რომ ორგანიზმიდან იყოს გამოდევნილი და აი ეს ოქსიდაციურ სტრესს რო ვახსენებთ ხოლმე ხშირად. ზუსტად ამ თავისუფალი რადიკალების ხარჯზე ხდება ოქსიდაციური სტრესამდე მისვლა. და ამ ოქსიდაციური სტრესიდან გამოსვლასაც რომ ვახერხებთ ამ მეთოდის მეშვეობით. ამიტომ არის უნიკალური მეთოდიკა და სამწუხაროდ საქართველოში მარტო ჩვენთან არის ეს მეთოდი მკურნალობის. იმიტომ რომ ჩვენ ამ ყველაფერს ისეთ პერიოდში მოგვიწია სწავლება და ჩამოტანა, როცა აი რუსეთთან უკვე ესეთი ძალიან ესეთი დაძაბული ურთიერთობები იყო, მაგრამ ეს მეთოდი არ უნდა დაუკარგოთ ალბათ არც შემქმნელებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მეცნიერი იყო და შექმნა ძალიან სერიოზული მკურნალობის არასპეციფიური მეთოდი, ასე ქვია ამ მეთოდს. კი ბატონო, ეს ის პერიოდია ამ ცოდნის და ამ მეცნიერების შექმნაში ქართველებიც მონაწილეობდნენ, იმიტომ რომ საბჭოთა მეცნიერება ქართულ მედიცინაზეც იყო დაყრდნობილი და არავითარ შემთხვევაში ეს არგუმენტირება არ გვჭირდება ჩვენ იმისა, რომ დაუშვათ იმ ეპოქაში იყვნენ დიდი მეცნიერები და დიდი მოღვაწეები და შესაბამისად მე მგონია, რომ ამ თემით ესე ცუდად აპელირება არასწორია, იმიტომ რომ ავტორი კონკრეტული ყავს მეთოდს და მისი ასე ვთქვათ, სახელი არ უნდა დაიკარგოს. რა თქმა უნდა. მეთოდი საკმაოდ უნიკალურია, დღეს ის ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყანაში გამოიყენება და აქ არაფერი არ არის უცხო და არაფერი არ არის ფიზიკის და მედიცინის კანონების მიღმა. ეს არის ის მეთოდები, რომელიც ანუ იმ მეთოდიკის გამოყენა, რომელიც ნებადართულია, არავინ არ იფიქროს ახლა, რადგან საუბრობთ ამ მეთოდზე, რომ ეს რაღაცა. ეს ბიოფიზიკური მეთოდები, მკურნალობის ბიოფიზიკური მეთოდები. და სულ ვიმეორებ ხოლმე, ოცნებად მქონდა ქცეული, მოვესწრებოდი თუ არა, რომ მე თვითონ ბიოფიზიკის განხრით დავამთავრე სამეცნიერო უნივერსიტეტი, ინსტიტუტი და დაცულიც მქონდა ამ თემაზე და როდის იქნება თქო ისეთი პერიოდი, როცა აი ასეთი მეთოდებით უკვე შესაძლებელი გახდება ადამიანების მკურნალობა. და რა თქმა უნდა, აგერ სახეზეა ეს ყველაფერი და მე იმით ვარ ბედნიერი, რომ ესეთი გზა არსებობს ჯანმრთელობის ასე ვთქვათ გამოსასწორებლად და სამკურნალოც, სადაც შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად უვნებლად მე არ მახსოვს არც ერთი პაციენტი, ვისაც ეთქვას, რომ აი თქვენთან ვიმკურნალეთ და რაღაცა გაგვირთულდა.
ნუ მაშინ თუ შეიძლება მეთოდის გარშემო რამდენიმე ბლიც კითხვას დაგისვამ და ესეთივე პასუხები რომ გამიკეთო, იმიტომ რომ ვიცი რომ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი უფრო დეტალებში დაინტერესდება. პირველი კითხვა რაც მინდა დაგისვა, რამდენად ხანგრძლივია მკურნალობის კურსი, თუ არსებობს რაღაც ესეთი ზოგადი შენი დაკვირვებიდან გამომდინარე, დაახლოებით რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს და რამდენად მძიმეა პაციენტისთვის, იმიტომ რომ არსებობენ მეთოდები, რომლებიც მტკივნეულია, უყვართ ხოლმე პაციენტებს ამ თემაზე კითხვის დასმა, რაღაც დისკომფორტს იწვევს, რაღაცა პერიოდის მერე ექიმო მე შემეძლება სამსახურში წასვლა, ან რაღაც როგორია ესეთი მკურნალობის კურსი თუ შეიძლება? მკურნალობის კურსი გრძელდება 1 თვემდე. კი ბატონო. 1 თვე გვინდა იმისათვის, რომ ჩვენ ჩავიტაროთ სერიოზული კაპიტალური მკურნალობა. კარგი, მეორე კითხვა მაქვს. რადგან ქრონიკული პროცესის განკურნებაზე ვსაუბრობთ, ხომ არ ხდება ხოლმე, რომ ქრონიკული პროცესი, როდესაც გადმოდის, ასე ვთქვათ, მწვავეში და მისი განკურნება იწყება, დაავადების კლინიკური ნიშნების გამწვავება ხომ არ ხდება შემთხვევით მკურნალობის საწყის ეტაპზე. როცა ქრონიკულ ეტაპზე ვართ? დიახ, აი მოვიდა პაციენტი ქრონიკული პრობლემით. თუ ქრონიკული პროცესი არის და ჩვენ ვიცით ხოლმე, რომ ახასიათებს რაღაცა მეთოდებს გამწვავების დიახ, ფაზა. აი ეს მაინტერესებს. გამწვავების ფაზა. როგორც წესი ჩვენთან მოდიან მწვავე პერიოდში. კი ბატონო. მწვავე პერიოდში, ამიტომ თქვენი შეკითხვა ახლა ცოტა უარესი აღარ იქნება ხოლმე. აღარ არის. იქ ყოველთვის მიდის უკვე ასე ვთქვათ, ტკივილის და დაავადების კლებისკენ ეს ტენდენცია, იმიტომ რომ სამწუხაროდ იმის კულტურა ჯერჯერობით არ აგვაქვს, რომ მივიდეთ პროფილაქტიკის მიზნით, გავესინჯოთ, გამოვიკვლიოთ გჭირს, არ გჭირს რამე და მივმართოთ ისეთ მეთოდს, რომელიც აგვაცილებს თავიდან იმ ქრონიკული პროცესების წარმოქმნას. ამიტომ ამ მეთოდში მინდა ახლა კიდევ ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება. არის ესეთი აპარატი, ანატრონი ქვია, რომელიც აი ყველასთვის საჭიროა რა, აი ქალაქის პირობებში მაინც, იმიტომ რომ ჩვენ ისევ ვიმეორებ ამ თავისუფალი რადიკალებს. აი ტელეფონები რო ხელში გვიკავია, ხო? ჩვენ უკვე ვღებულობთ იმ ასე ვთქვათ, იმ ისეთ სიხშირეებს, რომელიც ჩვენში იწვევს ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, აი ამ თავისუფალი რადიკალების დაგროვებას. თავთან თუ გვიდავს და ისე. განსაკუთრებით. გარდა მაგისა, გაჯეტები, გარდა მაგისა ის ცხოვრების წესი, რომელიც სულ ტელეფონი და მოღუნულები და ანუ ვართ სულ ერთი და იგივე პოზაში თითქმის რა. აი ესეც განაპირობებს გარკვეული შეგუბებების წარმოქმნას. არსებობს კიდევ ესეთი ტერმინი ტრიგერული ზონები. ეს ტრიგერული ზონები ზუსტად შეგუბებებია. შეგუბებებია გარკვეულ ქსოვილებში, ну განსაკუთრებით კუნთებში. ამიტომ რომ განთავისუფლდეთ აი იმ შეგუბებული თავისუფალი რადიკალები, რასაც ვეძახი იმ ზონაში, ეს აპარატი ანატრონი აკეთებს ამას უნიკალურად. უნიკალურად. გარკვეულწილად რელაქსაციასაც აკეთებს. როზიან ხოლმე და უკვე ამის ჩაეძინა. და ამესო ზუსტად. ანუ პაციენტი მოდის, იტარებს პროცედურას და მერე მიდის თავისი ფეხით ჩვენიერ განწყობაზე. არანაირი პრობლემა არ არის. საჭესთან ჯდომაც შეუძლიათ, ფიზიკურად შრომაც შეუძლიათ, დატვირთვაც, თანაც ეს პროცედურები არ ტარდება ყოველდღე. ამას თავის წესი აქვს, იმიტომ რომ ორგანიზმს იმხელა ზემოქმედება კეთდება, რომ უნდა მიეცეს ორგანიზმის საშუალება თავისი რესურსი ნელა-ნელა ამოქმედოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გათვლებით არის შექმნილი, შესწავლილი ორგანიზმის შესაძლებლობები და ზუსტად არის გათვლილი ყველა ნაბიჯი ამ მკურნალობის მეთოდში. ამიტომ შედეგები შორის ხშირად არახლავს ფარმაკოთერაპიას, რომელიც ან ჩანაცვლების ვარიანტს გულისხმობს და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს, ან მიტოვებისთანავე ნელ-ნელა იწყებს აი იმ რაღაცა უარყოფითი ნიშნების გაღვიძებას, ხო, ზოგიერთი ნოზოლოგიის შემთხვევაში. ნუ კი, ეს ცნობილი ფაქტია, ჩვენ ალბათ ახალს არაფერს არ ვამბობთ. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ გავაგებინოთ ჩვენ მსმენელებს, რომ არსებობს რაღაცა განსხვავებული, გნებავთ ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები და სულ ისე არ არის, რომ მხოლოდ აი ეს ხედვაა მედიცინაში. მედიცინაში კიდევ ესეთი რესურსი არსებობს. კიდევ ესეთი რესურსიც არსებობს და ამდენად ეს უკვე საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილი მეთოდია, აქ რაღაცა სიახლეზე არ ვსაუბრობთ ჩვენ, რაღაცა ნოუ-ჰაუზე არ ვსაუბრობთ, რომელიც გამოსაცდელია, უზარმაზარი უკვე გამოცდილებაა და პრაქტიკაა ჩვენს ასე ვთქვათ ზოგს უკან. როცა ამაზე საუბრობ, ნუ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია, ხშირად ის რაც მედიცინაში ქონიათ ხოლმე, რომ აი მიუღებელია, არ არის სწორი, გადის რაღაც პერიოდი და მეთოდი აბსოლუტურად
კონკრეტულად ასაბუთებს თავის საჭიროებას და სისწორეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ვარიანტი არ გვაქვს. ეს მეთოდი აპრობირებულია, გამოყენებული, აღიარებულია. და ამდენად მისი ეფექტურობობა დადასტურებულია. აპრობირებულია, თანაპრობირებულია ძალიან სერიოზულ დონეზე, ასე რომ ამას ეს პრობლემა არ გააჩნია. ნუ, კიდე ერთი ბლიც კითხვა მაქვს. რამდენ წლიანი ისტორია კონკრეტულად ამ კლინიკაში ამ მეთოდს? მე ვიცი, რომ ეს 1 და 2 წელი არ არის საკმაოდ დიდი ხანია იყენებ მეთოდიკას. 2008 წლიდან. და 2008 წლიდან ეს მეთოდი საქართველოში არსებობს, ჩვენ მუშაობ და ამ მეთოდით ნამკურნალები არის ძალიან ბევრი ხალხი. და მათ ერთმანეთი მოყავთ. ეს ძალიან საინტერესოა. ოჯახებით დადიან ჩვენთან. ოჯახებით დადიან და საოცრება ის არის, რომ უკვე იმკურნალებენ გადის წლები და ეს წლებიც ისე გარბის პაციენტებს ხო იმახსოვრებ და რომ მობძანდებიან მერე და გავიდა 4 წელი, 5 წელი, ამას წინ ქალბატონი იყო მოსული 8 წელი გავიდა, ვფიქრობ, როგორ გავარდა ეს 8 წელი. საოცრება გადასარევად გრძნობენ თავს. ეს არის საოცრება და მართლაც საოცრება, როცა ასეთი ამას რემისიაც აღარ ქვია. ლაბარაკი არის აღდგენაზე. არა რემისიაზე. ნუნუ კიდე ერთი ბლიც კითხვა მაქვს. ნუნუ ქემაშვილის საიდუმლო რა არის ესე რომ გამოიყურება? ხო? ალბათ მე ვიტყოდი პირველ რიგში ის რომ რასაც მე ვაკეთებ, რასაც მე ვემსახურები. ჩავერთო მინდა მაყურებელს განუმარტო. არა მარტო ძალიან სიმპათიური ქალბატონი მიზის მე ახლა ჩემ წინაშე ზის არამედ ქალი რომელიც არის საოცრად მოქნილი, ეს არის აი სუფთად ექიმური დაკვირვებით მე ვიტყოდი. ძალიან ლამაზი ხერხემლის, ძალიან მოქნილი, ძალიან ტანადი და თვალადი და შესახედად კარგი და ძალიან ენერგიული. ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი, დავაპრალებთ მარტო გენეტიკას ხო მართალია? მე მგონია რომ აქ მე მაინც ვფიქრობ რომ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ მათ ცხოვრებაში რაღაცა აქვთ мотиваცია და გარკვეული ინტერესი, რასაც თვითონ ემსახურებენ. ის საქმე, რასაც აკეთებ და შენ განიჭებს სიამოვნებას და ის გაქვს შენ გება ასე ვთქვათ ხო? გება ეს არის ერთი ძალიან დიდი სიამოვნება, ბედნიერება, რასაც შენ ფაქტიურად რის შენი დახარჯული ენერგიის საფასურს როღებულობ, ეს არის უზარმაზარი ბედნიერება. ამით მოვდივარ და ეს არის ჩემი მთავარი ცხოვრების, ასე ვთქვათ, мотиваცია, აზრი, რომ რაღაცა მისია რეალურად, ნამდვილად, ხარისხიანად არის შესრულებული. ნუნუ ქემაშვილი რამდენად ხშირად ხდება ნუნუ ქემაშვილის პაციენტი? მაშინ ამასაც კითხავდი. რამდენად ხშირად მიმართავს საკუთარი ჯანმრთელობის? პაციენტი არ არის სწორი ნათქვა. აბა? არ მიყვავს პაციენტამდე მდგომარეობა? არ მიყვავს მდგომარეობამდე. ის რომ პროფილაქტიკის მიზნით ვიყო მუდმივად რაღაც ჩაციკლული და რაღაცას უმზერდე, ესეც არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით აი ამ დღეს რაც განვიხილეთ ფომინის მეთოდს, მე პერიოდულად ვიკეთებ. აი ძალიან საინტერესო საკითხია. მე პერიოდულად ამას ვიტარებ და იმიტომ ვარ ასე თამამად დღეს მოსაუბრე, რომ მე ვიცი ამის ძალიან დიდი სასიკეთო რეალურად შესაძლებლობები. თუ შენ თავზე არ გამოცადე, პირველი როცა ჩამოვიტანე, მე დავწექი პირველი, რომ მე ნახა რა ხდებოდა. მართლა ესე იყო თუ არა და მერე უკვე წლები მართალია კარგია რომ ცოტა ხშირად იკეთებდი, ამას ვერ ვახერხებთ, მაგრამ როგორც ვახერხებ, ამ მეთოდის მეშვეობით ეს არ არის ახლა რეკლამა და არის ფიქროს მომსმენელი. არა, აგალაპარაკე. კარგი. მე ახლა რაღაცა მაინტერესებს კიდე, ნახეთ, ძალიან კარგ თავს მივადექით საუბრის. ანუ შესაძლებელია აღდგენითი თერაპიის კლინიკაში ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რატომღაც ვიღაცას გონია რომ არის ფუფუნება და მიუღებელი, მაშინ როდესაც ცივილიზირებული სამყარო მთლიანად დგას პრევენციულ მედიცინაზე და გეუბნება რომ სანამ არის ჩეკაპების სისტემა მთელ კლინიკებში დაგეგმილი, სადამ მიდიხარ და ნახულობ, ხომ არ გაქვს რაიმე დაავადებისკენ ან მიდრეკილება, ან უკვე გამოვლენილი გავადება. ხო, რომელსაც შენ ჯერ არ იცნობ, არ იცი და ვერ წარმოგიდგენი რამდენად საფრთხილო იქნება. რამდენად აქ ამ მეთოდს დაავადებების პრევენციის საშუალება და ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოვლენების საშუალება და მორჩენისა თქმა უნდა.
მეთოდს ამ სამკურნალო მეთოდს გამოვლინების ეფექტი არა. გამოვლინება თუ გვინდა, კლინიკაში არსებობს სხვა მეთოდი დიაგნოსტიკის. წავედით, აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეთ. დიახ. აი ეს მართლა არის პრევენცია იმისათვის, რომ მე ვიცოდე მე რა რისკები მაქვს, როგორია ჩემი, მე ვეძახი შტრიხ-კოდი, ჩვენი ჯანმრთელობის შტრიხ-კოდი როგორია და აი მის მიხედვით უკვე მე დავგეგმო ჩემი სამომავლო პროფილაქტიკური ღონისძიებები. აი პროფილაქტიკურად ეს მეთოდი კონკრეტულად არის არაჩვეულებრივი როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე მკურნალობის მიზნით. მაგ მეთოდს თუ შეიძლება შემდეგი გადაცემისთვის დავტოვებ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა. ეს მეთოდი, რაზეც ჩვენ ახლა ვამახვილებთ ყურადღებას, ეს არის სადიაგნოსტიკო, მაგრამ ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას დავგეგმოთ ზუსტად ისე კორექტულად, ისე სწორად, რომ მოხდეს ჯანმრთელობის აღდგენა იმ ფარულად მიმდინარე პროცესების, რომელზეც ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს და არ მივცეთ საშუალება ამ ყველაფერს რო განვითარდეს. და რა თიზერი გავაკეთოთ, რა მეთოდია? ეს არის ეს კომპიუტერული ფუნქციონალური დიაგნოსტირება ნაკატანის მეთოდით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ადამიანები განვიხილოთ და ვნახოთ სამ დონეზე. ეს არის ფიზიკური სხეული, ეს არის ფსიქოემოციური, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ აი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფსიქოემოციური გენეზის, ხო? ჩვენო ფსიქოსომატური გენეზის არის ბევრი დაავადება. აი ესეა ჯერ ფსიქოსომატიკაა და მერე უკვე ეს ყველაფერი უჯრედის დონეზე ვითარდება. ჩვენ ახლა დღეს დავიწყეთ საუბარი უჯრედის ნაწლავი და უჯრედში წავედით და მერე წამოვალთ ზევიდან ქვევით. და ამის საწყისი საერთოდ თავი და თავი არის ჩვენი ფსიქოლოგიური განწყობები. ანუ როცა მე არ მაქვს სწორი გაწონასწორებული განწყობები, გაწონასწორებული ჰარმონიული განწყობები და როცა მე ჩემში შინაგანად ვაზიანებ ამ წონასწორობას, ხო, ფსიქოემოციურს, შესაბამისად მიმდინარეობს სხვადასხვა რეზონანსული ამ მდგომარეობის პროცესები სხვადასხვა ორგანოში. ჩვენ ვამბობთ, რომ არის რაღაცა შეგუბებითი, იმიტომ რომ რაღაცა ვერ ამუშავდა კარგად, ხო? მაგრამ ჩემი განწყობა, ვთქვათ მელანქოლიური, ვთქვათ დეპრესიული, ვთქვათ ნაღვლიანი, ხო? ნაღვლიანი განწყობა ჩემი და ხშირად როცა მე ასეთ განწყობაში რა საინტერესო თემა შეეხება. განაპირობებს ნაღლის ბუშტის პერისტალტირების შემცირებას. აი ეს არის საწყისი. ჩემსკენ წამოხვედი ახლა. ახლა გავჩერდეთ, თორე ჩვენ დღეს არ დავამთავრებ. ძალიან ძველი ისტორია უნდა მოყვა. შეიძლება? კი ბატონო, კი ბატონო. კი ბატონო, ჯერ კიდევ ვინ გვეუბნებოდა, ჰიპოკრატე გვეუბნებოდა 4 ტიპის ადამიანი ყავსო და რეალურად ამ 4 ტიპის ადამიანს სანგვინიკს, ფლეგმატიკს, მელანქოლიკს და ქოლერიკს გამოუყო 4 შესაბამისი, გამოუყო არა, დაუკავშირა, ასე ვთქვათ, 4 შესაბამისი სითხე ბიოლოგიური, რომელიც მისი წარმოდგენით ორგანიზმში ცირკულირებდა. დღეს ცოტა სხვანაირად აფასებს მედიცინა, მაგრამ მაინც ამოსავალი წერტილი იგივეა და შემდგომში ამ 4 სითხესთან ეს არის სანგვა, ქოლე, ანუ ყვითელი ნაღველი, მელანქოლი, შავი ნაღველი და ფლეგმა, ანუ ეს არის ლორწო. ამ 4-ს დაუკავშირდა მე 4 სტიქია, 4 მკურნალობის. ეს შესანიშნავად აეწყო და ეხლა როდესაც ნაკატანის მეთოდზე მესაუბრები. მე ვხედავ, რომ ეს ფუნდამენტალური მედიცინის საყრდენზე დგას. აი როგორც ფილარზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ფუნდამენტი. ეს არის ის ნაადრევი პროცესები, რომელიც სულ სხვა სტრუქტურებში მიმდინარეობს და მე უკვე ვლინდება ფიზიკურ სხეულში. კი ბატონო, და მე მგონია, რომ აი მეთოდების არ გამოყენება, ეხლა მედიცინის ისტორიიდან კიდე ერთი ცუდი ფაქტი გამახსენდა, თუ გახსოვს ესეთი 1932-40 წლები იყო, ექსპერიმენტი ტარდებოდა, ტაქსიკის ექსპერიმენტი ერთ-ერთ სამწუხარო ფაქტად შეფასდა მედიცინის ისტორიაში, როდესაც აფრო-ამერიკელებზე ტარდებოდა სიფილისის კვლევა. ექიმებმა ამ პერიოდისთვის უკვე იცოდნენ პენიცილინი და პენიცილინი იცოდნენ რა შედეგს დადებდა, მაგრამ არ ეუბნებოდნენ პაციენტებს მხოლოდ იმიტომ, რომ ენახათ სადამდე მიიყვანდა და დაავადება. ფაქტიურად კვლევითი ჯგუფი უყურებდა, როგორ კვდებოდნენ ადამიანები, როდესაც შეეძლოთ მათი გადარჩენა, მაგრამ ეს არ ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ექსპერიმენტი უნდა ყოფილიყო სრულყოფილი.
დღეს, როდესაც თანამედროვე მედიცინა ესეთ მეთოდებს არ იზიარებს, არ იღებს, აპროტესტებს, ან რაღაცა გამადიდებელი შიშით უყურებს, მე მეჩვენება, რომ აი ტასკიგის ექსპერიმენტის მსგავსი ხდება მაშინ ექსპერიმენტატორთა ჯგუფის, იმიტომ რომ მეთოდი, რომელიც ბევრად უფრო ადრე იწყება, ვიდრე ტრადიციული მედიცინის ზოგიერთი მონაპოვარი ინფორმაცია და როდესაც თუნდაც ნაკატაზე საუბრობ, რომელსაც ჩვენ მინდა რომ ერთხელ კიდევ უფრო კარგად გავშალოთ, იმიტომ რომ ეს კოსმოსია, მართლა კოსმოსია. სიამოვნებით თავისი ფართე სპექტრი. ძალიან დიდი ესეთი გატყორცნილი ტყვიასავითა, რომელიც სად გაისვრის და რა თემას წამოგვაღებინებს ინტერვიუს დროს ვინ იცის. გონია რომ არასწორია. იმიტომ რომ როცა იცი რომ ადამიანს შეიძლება რაღაცა უფრო მარტივად, უფრო სწორედ. იცი რა ლიზი, მე ესე ვფიქრობ, რომ დრო მართლაც ძალიან ბევრი რამის მკურნალია და ბოლო-ბოლო მოდის დრო, მე უკვე აი ხედავ ამას ძალიან აშკარად, რომ თვითონ მოსახლეობა თვითონ მოსახლეობა უფრო გათვითცნობიერებული ხდება. გათვითცნობიერებული და უფრო მეტ ითხოვს. და ითხოვს იმას, რასაც წლების წინ ჩვენ ჩაუყარეთ საფუძველი და დღეს ეს ხდება უკვე ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ ხდება მოსახლეობის, საზოგადოების გაცილებით უფრო მაღალ დონეზე გათვითცნობიერება. ასე რომ ეს პროცესები ჩვენ დაუნებურად მოხდება ისე, მე ძალიან მჯერა ამის, როგორც უნდა ხდებოდეს და ამას ვერ ექნება ვერანაირი წინაღობა, იმიტომ რომ რეალობა ეს ხო ვიცით ერთი კარგი ფრაზა, რომ ყველაფერი ახალი ძალიან დავიწყებული ძველია. ამიტომ ვერაფერი ვერსად ვერ იკარგება, რაც ჭეშმარიტად ოქროა, ის მაინც ბზინვარებას არ დაკარგავს. ასე რომ სულ არ ვღელავ მაგ საკითხებს. კი, ადამიანი თვითონ წვიტავს თან რამენი მეთოდი გამოიყენოს, თუმცა რაღაცა ჩარჩოები არსებობს და არავინ არ გამოდის ამ ჩარჩოებიდან, იმიტომ რომ ეს აღიარებული მეთოდებია და მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს. და ესეთი რამე მინდოდა კიდევ დღეს აღმენიშნე, ისე ვუბრუნდები ჩვენ პირველ გადაცემას, რომ აი ეს უკვე შენი თემაა, მაგრამ საკვებთან დაკავშირებით რა, რამდენად მნიშვნელოვანია საკვების მიღება, მაგრამ ჩვენ ამ თემასაც დაუთმობთ ალბათ ერთ კარგ გადაცემას. და აი რჩევების სახით, იმიტომ რომ ჩვენ გთხოვენ, რომ რაღაცა რჩევები პრაქტიკული იყოს თქვენგან მოწოდებული და მინდა ერთი ესეთი ძალიან პრაქტიკული და ადვილად სამართავი რჩევა დღეს გავაჟღერო ჩვენი მსმენელებისთვის. აი ვდგებით დილას და მივირთმევთ რაღაცა პროდუქტებს, ხო? და არ ვიცით თუ არ ჩავატარეთ რაიმე დღეს ტესტები ტარდება, აი ვიცით ეს უკვე ძალიან ისეთი პოპულარული მიდგომებია, რომ გლუტენის აუტანლობა, იქ რაღაცა გლუკოზის აუტანლობა და რაღაცის და რაღაცის და რაღაცის. ელემენტალურად ადამიანის ორგანიზმი იმდენად გენიალურია თვითონ, რომ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, როგორ უგდოთ ყური ჩვენ შიგნაგან მდგომარეობა ძალიან კარგი რაღაცა და რეაქციას. თუ მე დილას მივირთვი რაღაც პროდუქტი, ერთი და არა გამოვსადო მარტო ერთი პროდუქტი, ხო, ვთქვათ პური. იმნაირი რამნაირიც გვაქვს. და ელემენტალურად გვინდა გავიგოთ რა, ეს პური მე რეალურად მწყენს თუ მარგებს. თუ მოусმენთ საკუთარ მოусმენთ თავის პულსს და გულის რიტმს. თუ გულის რიტმი აჩქარდა, კი ბატონო. მაშინ ესე იგი ეს ჩვენი პროდუქტი არ არის. თუ გულის რიტმა შენელდა, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. მოდი ესეც განმარტოთ რატო ხდება. რატო ხდება? როდესაც ვიღებთ საჭმელს, ორგანიზმის ესე აქვს განაწილებული, მთელი სისტემა მობილიზაციას იწყებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. აქცენტი გადადის იქ და სისხლის მიმოქცევაც შესაბამისად იქ უფრო აქტიურია. გულისთვის ჯერ არცალია, ასე ვთქვათ, მთელი აქცენტირება მიდის მონელების დაშლის, დანაკვწების და შემდგომ ამ მასის ჩამოყალიბებისკენ, ხო? როდესაც ნორმალური საჭმლის მონელებაა, პროცესი ესე ნაწილდება, რომ აქცენტი გადადის იქ, სადაც აქტიური მუშაობა მიდის, თუმცა გული თავის რიტმში აგრძელებს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს პროდუქტის მიმართ ინტოლერანსი, ან თუ პროდუქტი მისთვის მიუღებელია, გული თითქოს რთავს
და ესეც ვაგუსური ეფექტებიდან გამომდინარე და პარასიმპათიკური და სიმპათიკური სისტემიდან გამომდინარე რთავს რას აჩქარების სისტემას, რაც შეიძლება დააჩქაროს პროცესი და მოიცილოს ის, რაც მას არ უნდა. მე ძალიან მომწონს ერთი ცნობილი ალერგოლოგის ფრაზა, როდესაც ის ძალიან მარტივად ხსნის რა არის ალერგია და როგორ ლინდება და ამბობს, როცა ცხვირს არ მოწონს, იქ მოხვედრილი იწყებს რინორიას. როცა არ მოწონს და საკვებ ალერგიაზე ლაპარაკობს, მიდის დიარეით. როდესაც თვალში მოხდება და კონjunktივიტი იწყება ცრემდება, ანუ რა მოცილების რეაქციები. ორგანიზმს აქ ეს გონება და ორგანიზმი ბევრ რამეში ჩვენზე ჭკვიანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიცილოს და როდესაც მოწამლული ხართ საკვებით, მე სულ ვეუბნები ხოლმე პაციენტებს, აი თუმეტეს ბავშვის შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე, რომ დედა იწყებს იმ წუთშივე შემკვრელი მედიკამენტების მიცემას, როცა ბავშვი მოწამლულია. რაღაც ეტაპამდე ჯობია დაველოდოთ, ხო მართალია, რომ ეს შხამი და ტოქსინი ორგანიზმიდან გამოვიდეს. თუმცა ჩვენი საუბრის თემა დღეს ცოტა სხვა იყო და ერთი რაღაცა მინდა თქვა, ერთი ცნობილი ფრაზაა, ძალიან ცნობილ გასტროენტეროლოგს კითხეს კონფერენციაზე, ესეთი არ ვიტყვით ცუდ სიტყვას, მაგრამ ინტრიგანი დამსწრე რომ არსებობს, კითხვა დაუსვა. კი, მაგრამ რა კავშირიაო ძვალსახსროვან სისტემასა და გასტროენტეროლოგ კუჭნაწლავს შორისო და ესეთი სრული სიჩუმე ჩამოვარდაო დარბაზში, იმიტომ რომ ყველას ეგონა კორელაციას ვერ იპოვიდაო. და ისე თვალზე მოჭდილა თურმე და გახედა დარბაზს და ნაღლის ბუშს გაუფრთხილდითო შემოუთვალა. დარბაზიდან გამოსული საზოგადოება კარგახანს ფიქრობდა რა უთხრა ექიმმა და ექიმმა უთხრა ძალიან საინტერესო რამ. რა? როდესაც ირღვევა მონელების პროცესი. როდესაც აი თუნდაც იგივე გახანგრძლივ ფასტინგებზე არიან, ხომ? ან და როდესაც ნაღველი აწუხებ და ჩვენ როგორ იყო გძველი მიდგომით ვეუბნებოდითო ცხიმი არ ჭამო. და დღეს აღმოჩნდა რომ ცხიმს რო არ ჭამს, ის ნაღველი საერთოდ უფუნქციო ხდება და როცა არა აქვს ფუნქცია რა შვება ჩერდება. ცხიმი გაათან ყურადღება გამახვილეთ ცხოველური. რა თქმა უნდა და როცა ჩერდება რა ხდება? აი ეს ჭაობის თემა გამახსენდა, ხო? იწყება შეგუბებითი პროცესი, ყალიბდება სლაჯი, კენჭი და მერე მივდივართ სადამდე ნაღლის ბუშტის ამოღებამდე, ხო? ამ დროს, როდესაც ფუნქციონირება ნორმალურად მიმდინარეობს, იგივე გადმოდინება ხდება, ზოგი სხვათა შორის ძუბაჟებს მიმართავს ამ თვალსაზრისით, ზოგი მინერალურ წყალს იყენებს, ზოგი მედიკამენტებს, ორგანიზმი იწყებს ნორმალურად მონელების პროცესს და ნაღველი საჭირო კომპონენტია. ისეც არ გავიგოთ, რომ რა მოხდა მე ამოიჭრა ნაღლის ბუშტი და რა ნაღველი მაინც გადადის. ხო, საჭირო კომპონენტია და თუ ამოსაღებია ის უნდა ამოღებული იქნას, მე არვანაირად არ ვაკრინებ ქირურგების დიაგნოზს, მაგრამ ძვალსახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში ნაღლის ბუშს, ნაღლის სექტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ესეთი ჯაჭვი იბმევა და საბოლოო ჯამში მოვყავართ ნორმალური ფერმენტული ნაწლავში ნორმალური ფერმენტული პროცესების განვითარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მონელების პროცესებისთვის. იმ საჭირო საშენი მასალის მიტანისა სახსრამდე. მოკლედ ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი სისტემაა. ჩვენ პირველი ნაწილი აღდგენითი თერაპიით დავეწყით და ბოლოს ჰარმონიულ ცხოვრებამდე გადავედით. ყოველთვის ხვდები რატომ არის აღდგენითი ცენტრი ჰარმონია. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. ყოველთვის საინტერესო ხარ და მრავალფეროვანი, მრავალწახნაგა ადამიანი ზოგადად და ერთი პირობა უნდა ჩამოკართვა. ძალიან საინტერესო თემაზე მინდა შემდეგი საუბარი გავშალოთ, ოზონი და ოზონოთერაპია. ეს არის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე კიჩური, პოპულარული და ესეთი აქტუალური თემა მედიცინაში, იმიტომ რომ აი რომ მოძებნო უცხოური სარეაბილიტაციო და აღდგენითი ცენტრები. კი და ნაკლებად საქართველოში. ნაკლებად საქართველოში. ხო ჩვენ ცოტა გვიან მიყვებით, მაგრამ აუცილებლად მივალთ მაგამდე. იმედია, მაგ იმედსაც არ დავკარგო. კი, თუმცა მე მგონია რომ ჩვენთანაც ძალიან ბევრი იყენებს აქტუალურად, ძალიან ბევრმა პაციენტმა ყოველ შემთხვევაში მე მინახავს განათლებული პაციენტები პირდაპირ რომ მოდიან აი მოთხოვნით, რომ იცით რა ოზონოთერაპია ისე. ეს არა მარტო ესთეტიკისთვის არის, არამედ მედიცინისთვის პირველ რიგში. მედიცინისთვის. კი ბატონო, შემდეგი საუბრის თემა დავაანონსეთ. მომავალ შეხვედრამდე.